სიტუაციას პარტიების ერთმანეთში ლაპარაკი კი არ შეცვლის, პარტიების ხალხთან ლაპარაკი შეცვლის. ხალხმა უნდა შეცვალოს სიტუაცია, ხო? ესე მუშაობს. ლაპარაკი რაზე? თუ ქართველი ხალხი დარჩა ლაპარაკი იმაზე, რა გჭირს, ლაპარაკი იმაზე, რა დაემართა ქართველ ერს. ლაპარაკი აი ლაფზე, რომელშიც მართლა ჩაგვძირეს, ლაპარაკი ფასებზე. ლაპარაკი იმაზე, რომ 10 კაცი მდიდრდება და საკუთარ შვილებს ვერაფერს ვერ აჭმევს რიგითი ქართველი ადამიანი. ლაპარაკი ემიგრაციაზე, შობადობის კრიზისზე, ლაპარაკი იმაზე, რომ არაბებს გადაეცემათ 9 მილიონი კვადრატული მეტრი ქართული მიწა, ის რომ არც ერთმა ქართველმა 9 კაცმაც კი არ იცის 9 მილიონი კვადრატული მეტრი ვის გადაეცემა, რისთვის და იქ რა მოხდება. ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე წამლავენ კიდევაც ხალხს უნდა ველაპარაკოთ ყველაფერზე. ამიტომ ის მართლაც სიბეთზე პირდაპირ ვიტყვებს დაგვემართა, როცა ტაქტიკურად ვერ ვიარეთ სწორად ყველამ ერთად და არ ველაპარაკეთ ხალხს და ფეხში ვისროლეთ. აი ძალიან პირდაპირ ვარ, ხო? ამაზე გულწრფელი როგორ უნდა ვიყო, ხო? ღიერთაში ვლაპარაკობ ძალიან პირდაპირ, ამ ხელას შეცდომები დაუშვა საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა. იმიტომ რომ აღარ მინდა რომ ეს შეცდომები დაუშვათ. მადლობა ბატონო გრიგოლი. სასიცოცხლო ფასი გვიჯდება ჩვენც როგორც პარტიებს და ამ ქვეყანასაც. დიახ, ფასებზეც უნდა ელაპარაკო, რუსეთზეც უნდა ელაპარაკო, ემიგრაციაზეც და იმ ზოგად ჭაობზე რაშიც ვართ. სხვა შანსი ძალაუფლების არ არსებობს და არ იარსებებს. ასე მუშაობს პოლიტიკა 25 საუკუნეა.